პირველი რა ხდება იმ ასე ვთქვათ მთის ქვეშ, რაზეც ჩვენ ახლა გვაქვს საუბარი, მოდი გაჩვენებთ, ხო? აი, რომ დავაბრუნოთ თუ შეიძლება ეკრანი. აი ეს მაგალითად არის ის მიწის ზედა ობიექტი, რომელიც თქვენ გაჩვენეთ Google Earth-ის ასე ვთქვათ ინტერაქტიულ რუკაზე და გვერდით აი მთის მასივში არის განლაგებული მთელი რიგი მიწისქვეშა სტრუქტურები, აი ეს ორი შესასვლელი, რომელიც იქ გაჩვენეთ, წითლად არის მონიშნული. აი ეს უკანა შესასვლელი, რომელიც ასევე გაჩვენეთ და მთის ქვეშ აი აქ არის გაურკვეველი კონფიგურაციის, იმიტომ რა თქმა უნდა ახლა ეგ გასაიდუმლოებულია ტუნელების ქსელი არის საკმაოდ დიდი ზომის მიწისქვეშა საცავი, რომელშიც დგას ეგრეთ წოდებულია ცენტრიფუგები ქვია, რომელშიც ხდება ურანის გამდიდრება, მაგას მე გაჩვენებთ აუცილებლად და აი ამ მიწისქვეშა კომპლექსზე მოხდა დარტყმა. კერძოდ აი აქ წითელი კვადრატით რო არის მონიშნული, დაახლოებით მაგ ადგილას მოხდა უბრალოდ ბომბებით შეტევა. მოდი ახლა ნახოთ რა უსწრებდა წინ ამ შეტევას. პირველი საკმაოდ ესეთი საყოველთაოდ ცნობილი ინფორმაცია იყო, რომ მაღალი იყო შანსი, რომ ამერიკელები დაარტყავდნენ კონკრეტულად ამ ობიექტს ირანის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გამაგრებული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია. სანამ ამერიკელები განახორციელებდნენ ამ თავდასხმას, წინა გადაცემებში, აი ანალიტიკაში ჩვენ ზუსტად ამ ობიექტს ვაჩვენებდით და ვეუბნებოდით ხალხს, რომ აი ეს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე. ანუ ეს იყო ღია წყაროებში საყოველთაოდ ცნობილი სამიზნე. რა მოიმოქმედეს ირანელებმა, მოდი ამითი დავიწყოთ. პირველი ეს არის ვიდეო კოლაჟი და თქვენ ხედავთ, რომ ის არეალი, რომელსაც მე ბომბები მოხვდა, ეს ასე ვთქვათ ლუპი არის გაკეთებული. იქ ადრე იყო ტექნიკური, ასე ვთქვათ გარკვეული ტექნიკური შესასვლელები და ირანელებმა მოახდინეს მაგ ასე ვთქვათ ტექნიკური შესასვლელების ამოვსება, აი ახლა ეს არის 22 წლის ივნისი, ეს უკვე არის არაკეტო დარტყმები, სადაც მიყენება მოხდა. მოდი ერთხელ კიდე გავუშვებ, რომ თვალყური მიადევნოთ, ხო? ანუ ეს არის სადაც მოხდა ამერიკული ბომბები. მაგ ადგილზე იყო ამ მთის თავზე განლაგებული ეს ტექნიკური ასე ვთქვათ მე მაგაზე ვისაუბროთ რა შეიძლება ეს იყოს და ირანელებმა ესენი მიწით დაფარეს, ნუ შენიღბვას ცდილობდნენ თუ თავდასხმისგან დაცვას ამაზეც შეგვიძლია რომ მე ვიმჟელოთ, მაგრამ ნუ აი სატელიტურმა გამოსახულებებმა გვაჩვენა რომ ირანელები ცდილობდნენ და ზუსტად ამ ადგილას მოხდა დარტყმა. ეხა რომ გადავიდეთ შემდგომ მოქმედებებზე. ანუ ეს შენიღბვა ცადეს ამ მთის თავზე ასე ვთქვათ ტექნიკური ელემენტების, რა შეიძლება ეს ყოფილიყო, ხო? ანუ როდესაც მიწის ქვეშ არის დიდი კომპლექსი, მას ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა რაც აქვს, მით უმეტეს უდაბნოს პირობებში, ეს არის ვენტილაციის პრობლემა. ანუ თუ მიწის ქვეშა დიდი კომპლექსი, კარგი ვენტილაციის სისტემებით არ არის აღჭურვილი, ის არის გამოუსადეგარი. შესაძლებელია ეს ტექნიკური ელემენტები ეს ყოფილიყო. ან შესაძლებელია ყოფილიყო სათადარიგო გამოსასვლელები. თუმცა რამდენად გარისკავდნენ ირანელები თავისი ასეთი სტრატეგიული ბირთვული ობიექტის თავზე, საიდანაც ასე ვთქვათ დარტყმარი მოსალოდნელი ვენტილაციის შახტების გაჭრას, არ ვიცი, ან შესასვლელის გაჭრას მით უმეტეს არ ვიცი. ფაქტია, რომ რაღაცა ტექნიკური ასე ვთქვათ ელემენტები იყო, რომლებიც ირანელებმა მიწით დაფარეს და ზუსტად ამ ელემენტებში, აი რომ დაუბრუნდეთ მაგალითად ჩვენ Google Earth-ის ინტერაქტიულ რუკას, აი აქ ქედის თავზე მოხდა სარაკეტო დარტყმების განხორციელება. ეხლა მოდი გადავიდეთ კიდე რა გააკეთეს, რა განახორციელეს ირანელებმა. აი ეს ორი სურათი რო ვაჩვენოთ, ეს არის 19 რიცხვი, ანუ სულ რამდენიმე დღის წინ სატელიტმა დააფიქსირა საკმაოდ დიდი კოლონა მანქანების, აი მეორეც იგივე
მომენტს ასახავს და აქ არის ასახული პროცესი, როდესაც ირანელები ახორციელებდნენ ამ თავისი ასე ვთქვათ, ობიექტის ევაკუაციას. რაში გამოიხატებოდა ეს? მერე ეს დაადასტურა სხვათა შორის როგორც ირანულმა მხარემ, ისე ამერიკულმა, ანუ ორივე დაპირისპირებულმა მხარემ რახან ეს დაადასტურა, მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვენდოთ, რომ რა ინფორმაციასაც ახლა მოგაწვდით, ეგ არის სწორი, რომ ფორდოს ამ კომპლექსში არსებული ურანის და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილის ევაკუაცია მოხდა წინასწარ და ეს მანქანების კოლონები, სატვირთო მანქანების კოლონები, რაც გაჩვენეთ, ზუსტად ამ ევაკუაციის პროცესს ასახავდა. რისი გატანა შეიძლება მომხდარიყო ფორდოს ამ კომპლექსიდან, მაგალითად ფიზიკურად ურანის გარდა. აი რასაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანებზე, ეს არის ეგრეთ წოდებული ცენტრიფუგები. აი კიდე რო გაჩვენოთ, ეს არის ირანის წინა პრეზიდენტის სხვათა შორის მისი ლიკვიდაცია მოხდა და ის ფორდოს კომპლექსში არ არის ეს გადაღებული სხვა კომპლექსშია, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა რო გქონდეთ, როგორ გამოიყურება ეს ცენტრიფუგები, რა ზომის არის და როგორ ხდება ურანის გამდიდრება, აი რო დავაბრუნოთ ისევ გამოსახულება. აღნიშნული, ესე ვთქვათ, ტექნიკური მოწყობილობები წარმოადგენს შემდეგი პრინციპით მომუშავე სისტემას. ეს ურანის ჯერ არა გამდიდრებული, ან პირველადი, ასე ვთქვათ, მადანი ქიმიურ დამუშავებას გადის, მიყვანადია, ანუ აეროზოლის, გაზის აეროზოლის მდგომარეობამდე, მერე აი ამ თითოეულ ცენტრიფუგაში ხდება მისი შეშვება. ამ მოწყობილობების შიგნით ეს ცენტრიფუგა ტრიალებს ძალიან მაღალ სიჩქარეებზე და იქიდან გამომდინარე, რომ ატომური წონა ურანის ელემენტის და სხვა, ასე ვთქვათ, მინარევები სხვადასხვა არის და მათ შორის ურანის სხვადასხვა იზოტოპების წონაც განსხვავდება, ფრაქციებად უფრო ეფექტურად ხდება დაშლა და გამოთავისუფლება ხდება ზუსტად ურანის იმ სახეობის და გამდიდრების პროცესიც მათ შორის ამ ელემენტს შეიცავს, რომლითაც უკვე შეიძლება რომ ბირთვული იარაღი იქნას მიღებული. მათ შორის სამოქალაქო გამოყენებისთვისაც, ანუ ატომური ელექტროსადგურისთვისაც რაღაც დონეზე ურანის გამდიდრება აუცილებელია, ან მიწიდან უბრალოდ ურანის მადანი ამოვიღეთ და რეაქტორში ჩავდეთ და თუნდაც ელექტროენერგიის მისაღებად ეგ არის შეუძლებელი. მსგავსი პროცესი უნდა ურანის მადანმა გაიაროს. და ზუსტად აი ამ მოწყობილობებს ხედავთ ახლა და არის მაგალითად ეჭვი, არა მხოლოდ ურანის გატანა მოახდინეს, არამედ აი მსგავსი მოწყობილობების ნაწილიც, ცენტრიფუგების ნაწილიც რამდენად მოახერხეს, ხა არ ვიცი, მაგრამ არის მაგის ეჭვიც, რომ მსგავსი მოწყობილობების ნაწილის ევაკუაციაც ირანელებმა შეძლეს, რაც როგორც ამერიკელებმა, ისე ირანელებმა ამ დარტყმის შემდეგ გარკვეულწილად დაადასტურეს. ანუ ირანელები ამ საჰაერო შეტევას მომზადებული შეხვდნენ და რა მოხდა უშუალოდ შეტევის ღამეს. ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B2 წარმოადგენს სტელს ტექნოლოგიით აღჭურვილ სტრატეგიულ ბომბდამშენს. სტელს ტექნოლოგია თავის თავში გულისხმობს, რომ მისი ფორმიდან და თვითმფრინავზე დატანილი სპეციალური ნივთიერებიდან გამომდინარე, ანუ საღებავი სპეციალური არის, რითიც ეს თვითმფრინავი იფარება ერთი, მეორე ფორმა აქვს სპეციალური, მესამე მასში ისე არის განლაგებული ძრავები, რომ მისი ძრავის ასე ვთქვათ, გამონაბოლქვი მაღალ ტემპერატურულიც არის, ასე ვთქვათ, დამალული ქვედა ხედიდან. ეს ყველაფერი ჯამში იძლევა შემდეგ ეფექტს. ეს თვითმფრინავი ძალიან შემცირებული რადარის სიგნატურას ატარებს. ანუ, როდესაც რადარი ახდენს გამოსხივებას,
და ელოდება რომ რაღაცა ობიექტს ამ გამოსხივების ნაწილი ჰაერში მოხვდება და უკან ეკოს სახით დაუბრუნდება, თუ ჩვეულებრივი თვითმფრინავის შემთხვევაში მოდის რაღაცა სიმძლავრის ეკო და ამითი ადგენენ რა ტიპის თვითმფრინავია, რა სიმაღლეზეა ეს თვითმფრინავი, რა სიჩქარით მოძრაობს, სტელს ტექნოლოგიის თვითმფრინავების შემთხვევაში მსგავსი ეკო არის იმდენად მიზერული, რომ ხშირ შემთხვევაში რადარი ვერ ხედავს, ან ეფექტურად იდენტიფიკაციის საშუალება მისი არ არის. აქედან გამომდინარე, ეს სტრატეგიული ბომბდამშენები, რომელიც თავიდან ბირთვული იარაღის მიტანის ამოცანის გადასაჭრელად შეიქმნა, შეფრინდნენ ირანის საჰაერო სივრცეში და ეგ ფაქტია, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ, იმიტომ რომ ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბები, რომელიც მათ გამოიყენეს, მათ არ აქვთ არც ძრავი და არც პლანირებადი მოდული, მაგალითად, აი რუსები როგორცაც იყენებენ ეგრეთ წოდებულ UMP-კას ეძახიან, როდესაც ბომბი ვარდება, ფრთებს შლის, მსგავსი სისტემა ამერიკელებმა უფრო ადრე გამოსცადეს და გამოიყენეს, თუ არ მეშლება ამერიკული კლასიფიკაციით GDEM ქვია, კონვერტორს, რომელიც ჩვეულებრივ ბომბს ფრთოსან ბომბად კორექტირებულად აქცევს, ესეთი აღჭურვილობა ამ ბუნკერს აწინააღმდეგო ბომბს არ აქვს, შესაბამისად მისი ჩამოგდების შემდეგ ერთადერთი რაც ხერხდება, როდესაც ეს ბომბი ვარდება, მისი კორექტირება არის შესაძლებელი ზუსტი დამიზნების მიზნით და სიზუსტე საკმაოდ მაღალია, ამას მე აუცილებლად ვნახავთ დარტყმების შედეგად რამდენად ზუსტად მოახდინეს ამერიკელებმა ამ ბომბების გამოყენება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბომბი თვითმფრინავიდან დაუშვათ 100 კილომეტრზე, როგორც გარკვეული პლანირებადი ბომბების ნაირსახეობები მიფრინავს მერე ფრთების ხარჯზე, ეგეთ რაღაცას ვერ აკეთებს, ამიტომ უშუალოდ ობიექტის თავზე უნდა გადაეფრინა ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენს და განეხორციელებინა ბომბების ჩამოგდება. ეს მათ გააკეთეს და მოხდა ამ ობიექტის თავზე, ასე ვთქვათ, გარკვეული დაზიანებების დაფიქსირება. ეხლა რამდენიმე კადრს გაჩვენებთ მე თქვენ. აგერ არის გამოტანილი ახლა ჩემს ეკრანზე სატელიტური თანამგზავრული სურათები, რომელზეც აი ეს მიწის ზედა კომპლექსიც არის გამოსახული და აი ამ მთის ქედზე არის ორი ჯგუფი, ასე ვთქვათ, ბომბის შეჯახების წერტილები. სხვათა შორის თუ დააკვირდებით, აქ ჩანს, რომ შეჯახების შედეგად ზედაპირიდან ის მიწის ფენა, რომელიც მანამდე ირანელებმა მათ დააყარეს, ეს ყველაფერი მოცილდა და ამიტომ გარკვეული ტექნოლოგიური ელემენტები, რომელთა დაზიანებაც მოხდა მთის ზედაპირზე, ისინიც აქ უკვე ჩანს და კარგად ხედავთ, რომ 3-3 ორივე მხარეს 3-3 ბომბის მიწაში შესვლის კვალი იკვეთება აქ. ანუ ჩვენ ზუსტად დანამდვილებით ვიცით, რომ მოხდა ბომბების ჩამოგდება ერთი, აგერ უფრო დიდ მასშტაბზე შეგვიძლია დავინახოთ, ეს არის ეს კომპლექსი, შესასვლელები ქედის ქვეშ, აქ სათადარიგო უკანა შესასვლელი და აქ დარტყმა ამ ობიექტზე. რა შეგვიძლია ახლა ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ? ზუსტად ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ, რომ ეს თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ რა ეფექტურობის იყო აღნიშნული შეტევა, ამაზე არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. თუ ქართულ პროდასალურ მედია სივრცეს შევხედავთ, აქ მაგის კომენტირებას კი ძალიან მტკივნეული არის, იმიტომ კი არა, რომ ვინმის მხარეს არის, რა ვიცი, მე საერთოდ არ მესმის ისრაელ-ირანის ომში ვინმის მხარეს რატო უნდა იყო, ერთადერთი იმის მხარესაა, რომ ბირთვული რამე არაფეთქდეს იქ და აქ მინი ჩერნობილი არ გაგვეჩითოს, მაგრამ ვიღაცეები მან რაღაცა გულშემატკივრობის რეჟიმში არიან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მაგალითად კოლექტიურმა ჩერგოლიშვილმა დადო მაგარი ვიდეო, რომ გავიგეო, რომ ამერიკელებმა ეგ ობიექტი დაბომბესო და წავალე ხა და აუზზე უნდა აღნიშნო. ხო. საექსპერტო დონე
საქართველოში ეგ არის. თვითონ ტრამპი როცა გამოვიდა, განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია. ნუ მან ჩდება ეგეთი კითხვა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა თუ განადგურებულია, მაშინ რავი დაამთავრეთ ომი, იმიტომ რომ ომის ამოცანა ხო იყო, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურდეს. თუ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებულია, ომი უნდა მორჩეს. რაღაცა მაგომს არაფერი დასასრულის არ ეთყობა, ამიტომ ნუ პირველადი ესეთი რაღაცა საბაზისო ანალიზიც კი საშუალებას გვაძლევს ცოტა ეჭვი შევიტანოთ იმაში, რამდენად საბოლოოდ განადგურდა გინდაც ეს ობიექტი, გინდაც იქ სხვა ობიექტებიც იყო ირანული, რომელზეც ასევე დარტყმა მოხდა, მათ შორის მოხდა დარტყმა ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მეშვეობით. ანუ თუ დავუშვათ ფორდოს კომპლექსზე გამოყენებული იქნა ეს საავიაციო ბომბები, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ღრმად არის ეს კომპლექსი განლაგებული, მაგაზე კიდე ცალკე ვისაუბრებთ. კიდე არის თეირანთან უფრო ახლოს განლაგებული სხვა კომპლექსები, რომლებსაც არ ჭირდებოდა დავუშვათ მსგავსი ტიპის აღჭურვილობა და უბრალოდ ფრთოსანი რაკეტების მეშვეობით გაანადგურეს როგორც მინიმუმ მიწის ზედა ნაგებობები. დიდი ალბათობით ერთი თევრიზი, რამდენად სწორედ მახსოვს სიტყვა, შეიძლება მეშლება, ერთ-ერთი კომპლექსი დიდი ალბათობით მართლა ტომაჰავკების მეშვეობით გამოიყვანეს წყობრიდან, მაგრამ აი კონკრეტულად ამ დაწესებულებაზე, რომელზეც დღეს ესე აქტიურად ვსაუბრობთ, აზრების სხვადასხვაობა არის. და რატო? მოდი ახლა ავხსნათ რა ინფორმაცია ვრცელდებოდა. კონკრეტულად ნათქვამი არის, რომ აქ შესასვლელიდან მიწის ქვეშ სიღრმეში დაახლოებით 90 მეტრზე იყო განლაგებული ის ძირითადი სივრცე, სადაც აი მე რო გაჩვენეთ მანამდე ცენტრიფუგები. ამ ცენტრიფუგების განლაგების წერტილი არის, ანუ აი ეს მოწყობილობები, რომლითაც ხდება ურანის გამდიდრება, მსგავსი მოწყობილობები, შეიძლება ცოტა დიდი, ცოტა პატარა, ეხლა მან სპეციფიკაციებზე ნუ მომედავებით, ეგ ალბათ დაზვერვის გარდა არავინ არ იცის. მსგავსია ესეთი დიდი უზარმაზარი ოთახი, სადაც აი მსგავსი მოწყობილობებია განთავსებული. ეგ მიწის ქვეშ არის 80-90 მეტრის სიღრმეზე და პლუს მაგას კიდე საკმაოდ დიდი მთა ზემოდან ამ ყველაფერს ადევს. ამიტომ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ამერიკის საჰაერო დარტყმა, ამაზე არის ფართო ესეთი მსჯელობა და ეჭვები. შესაძლებელია ამერიკელებმა დააზიანეს ამ კომპლექსთან მისასვლელი კონკრეტული ტუნელების ქსელი და შეიძლება ახლა კონკრეტული ობიექტი მაგალითად გამოყვანილია მწყობრიდან, იმიტომ რომ ძირითად ესე ვთქვათ საწარმოო სიმძლავრეები სადაც არის განლაგებული, იმასთან მისასვლელი გვირაბები არის ახლა. ასე ვთქვათ, ჩამონგრეული. ერთი ეგ ვარიანტია. შესაძლებელია ამერიკულმა ამ ბომბებმა გახვრიტა ბოლომდე, ეს 3-3 რო ესროლეს წერტილოვნად, შეიძლება გახვრიტა ბოლომდე და მართლა ჩააღწია ამ სივრცეში, თუმცა მან უბრუნდებით იმ კონკრეტულ ინფორმაციას, რაც მანამდე მოგაწოდეთ, რომ წინასწარ ირანელებმა მოახდინეს ამ კონკრეტული ობიექტიდან ევაკუაცია, მათ შორის სანამ ახლა შემოვიდოდი თქვენთან გადაცემაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსმა რუბიომ განაცხადა, რომ თუ დაუშვათ ირანი მშვიდობისკენ გადადგამს ნაბიჯს, აი ეს ურანი გამდიდრებული, რომელიც მათო გადამალესო უნდა ასე ვთქვათ, დაუბრუნონ კი არა და გადასცენ სხვა ქვეყნებსო. და ანუ გარკვეულწილად აღიარება ამერიკის მხრიდან იმისი, რომ აქედან ურანის გატანა წინასწარ მოასწრეს და ჩემი დიდი ასე ვთქვათ, ვარაუდით არა მარტო ურანის გატანაც მოასწრეს, ეგ დასტურდება. რატომ გონია, რომ ურანის გარდა კონკრეტული ტექნოლოგიური აღჭურვილობის გატანაც მოასწრო ირანმა? მაგისთვის აი შემიძლია, რომ ეს კონკრეტული ფოტო ისევ თავიდან გავხსნა და ერთი რაღაცა აგიხსნათ. აი მაგალითად ურანი
არის ძალიან ძვირი და ძალიან სპეციფიკური ესეთი რაღაც ობიექტი, რომელიც არ გადაიტანება შორ მანძილზე სატვირთო მანქანებით. ანუ ურანის რაღაცა რაოდენობის გადასატანად, რომელიც თუნდაც საკმარისია რაღაცა რაოდენობის თუნდაც რეაქტორის ასაწყობად ან ბომბის ასაწყობად, საკმარისია რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი ან ვერტფრენი ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ობიექტიდან გამოდის სატვირთო მანქანების კოლონა, სადაც რამდენიმე ათეული სატვირთო არის განლაგებული, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მხოლოდ ურანი აქედან არ გაიტანეს, სრულმასშტაბიანი ევაკუაცია მოხდა. სანამ გავაგრძელებთ ხრობას, სხვათა შორის მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაალაიქოთ ჩვენი სტრიმი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს, გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ საინტერესო კონტენტი გვაქვს და გააზიაროთ. თქვენ თუ გაინტერესებთ, რახან აქ ხართ და გვიყურებთ, მიეცით საშუალებას ხვებსაც, რომ მათაც ამ ყველაფერს უყუროს. ესე იგი, თუ ირანელებმა მოახდინეს ობიექტის ევაკუაცია, გაიტანეს აქედან ურანი, როგორც დაადასტურეს ამერიკელებმა და დიდი ალბათობით ასევე ტექნოლოგიური შემადგენელი და სათუოა, რომ ობიექტი ბოლომდე არის მწყობრიდან გამოყვანილი, მაშინ რა დასკვნაზე შეგვიძლია გავიდეთ. მოდი მე ჩემ თავზე არ ავიღებ ამ დასკვნის გაჟღერებას და ირანს რო არ გულშემატკივრობს ნამდვილად ეგეთი ადამიანის ციტირებას მოვახდენ. ეს არის ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის ამჟამინდელი მმართველი, რომელმაც დღეს გააკეთა განცხადება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა არ განადგურებულა, მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, მაგრამ მისი საბოლოო განადგურებაზე საუბარი ეს არის, ადრეა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავასწროთ, რომ ამერიკის გუშინდელმა დარტყმამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და მოდი ირანზე როგორი დაზიანება მიაყენა ამერიკელებმა ებრაელების შეფასების, ასე ვთქვათ, ჭრილში განვიხილოთ, რომ არავინ ირანზე მიკერძოებაში არ დაგვდოს ბრალი, ხო? დავეთანხმოთ მართლა ნეთანიაჰუს ამ დარტყმის შეფასებაში და ვთქვათ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მიადგა ზიანი. ზიანის მასშტაბები ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად მოხდა ფორდოს კომპლექსის წყობრიდან გამოყვანა, მაგრამ ირანის ბირთვული პროგრამა ჯერ კიდევ ცოცხალია, მისი აღდგენის საშუალება ირანს აქვს და ეს ომი ჯერ დასასრულიდან ძალიან შორს არის.